დღე, როდესაც მზემ ნათება შეწყვიტა. კაცობრიობისა და საქართველოს ყველაზე ბნელი ეპოქა. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც დილა აღარ თენდება. 536 წლის გაზაფხულზე კაცობრიობა ისეთი მოვლენის წინაშე აღმოჩნდა, რომელმაც ცივილიზაციის საფუძვლები შეარყია. ცაზე გაუგებარი ნაცრისფერი ფარდა დაეშვა, რომელმაც მზის სხივები ჩაანაცვლა. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი წერდა, რომ მზე მთელი წლის განმავლობაში თვარესავით კრთალად ანათებდა, თითქოს მუდმივი დაბნელება იყო. ეს არ ყოფილა ღმერთების რისხვა, როგორც მაშინდელ ადამიანებს ეგონათ, ეს იყო გლობალური კლიმატური კატასტროფა, გამოწვეული ისლანდიაში მომხდარი გიგანტური ვულკანური ამოფრქვევით. ატმოსფეროში გაფრქვეულმა მილიარდობით ტონა ფერფლმა და გოგირდმა შექმნა ეგრეთ წოდებული ვულკანური ზამთარი, რამაც დედამიწაზე ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ეს იყო ბოლო 2000 წლეულის ყველაზე ცივი 10 წლეულის დასაწყისი, სადაც ზაფხული უბრალოდ აღარ არსებობდა. ამ გლობალურ აპოკალიფსს საქართველოც განსაკუთრებული დრამატიზმით შეხვდა. კავკასიის მთებში ჩაკეტილი იბერია და ეგრისი ორ ცეცხლშუა იყვნენ მოქცეულნი. ბიზანტიისა და სასანიდური ირანის დაუნდობელი დაპირისპირება სწორედ ამ წლებში აღწევდა კულმინაციას. წარმოიდგინეთ ქართველი გლეხი ან მეომარი, რომელიც ხედავს, რომ მზე აღარ ათბობს. მოსავალი ყანებშივე ლპება და ცა მუდმივად ნაცრისფერია. ამ დროს კი სამშობლოს მიწაზე ორი უზარმაზარი იმპერიის ჯარები დათარეშობენ. 526 წელს იბერიაში მეფობა უკვე გაუქმებული იყო სპარსელების მიერ, ხოლო ეგრისში, იგივე ლაზიკაში დიდი ომის მზადება მიმდინარეობდა. შიმშილობისა და სიცივის ფონზე ქართველებს უწევდათ არჩევანის გაკეთება გადარჩენასა და ღირსებას შორის. მაშინ, როცა ბუნება თავად ცდილობდა ყველა სულიერის განადგურებას. კლიმატურმა ქაოსმა მყისიერად გამოიწვია სოფლის მეურნეობის სრული კოლაფსი. ჩინეთში შუა ზაფხულში თოვლი მოვიდა, ხოლო კავკასიის ალპურ საზოვრებზე საქონელი მასობრივად იხოცებოდა. თუმცა შიმშილი მხოლოდ დასაწყისი იყო. 526 წელს დაწყებულმა კრიზისმა ნიადაგი მოუმზადა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპიდემიას. დაუძლურებული იმუნიტეტის მქონე მოსახლეობა ვერ აღუდგა წინ იუსტინიანეს ჭირს, რომელიც რამდენიმე წელიწადში შავი ზღვის პორტების გავლით ეგრისსაც მოედო. შავმა ჭირმა, რომელიც ინფიცირებული ვირთხების მეშვეობით მოგზაურობდა, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი იმსხვერპლა. საქართველოში, სადაც ციხესიმაგრეებსა და ქალაქებში ადამიანები თავშესაფარს ეძებდნენ, სენი ცეცხლივით გავრცელდა, რამაც კიდევ უფრო დაასუსტა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა. ეს იყო ეპოქა, როცა სამყარო მართლაც გაჩერდა, როცა სინათლე სიმნელემ შეცვალა და როცა ყოველი გადარჩენილი დღე სასწაულს უდრიდა. სწორედ ამიტომ ისტორიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ თუ ოდესმე არსებულა ჯოჯოხეთი დედამიწაზე, ის სწორედ 526 წელს დაიწყო. დააკომენტარე, შენ როგორ ფიქრობ? რატომ მიირთმევენ დასავლეთ საქართველოში ცხარე კერძებს და გამოიწვია თუ არა ეს ყველაფერი მათ შორის შავმა ჭირმა?